ისტორიაში მრავალი საშინელი და ბნელი ეპიზოდი. ზოგი იმდენად ამაღელვებელია, რომ თითქმის წარმოუდგენელია. ადამიანები ხშირად ჩადიოდნენ სასტიკ ქმედებებს, ცოცხლად მარხავდნენ ადამიანებს და ატარებდნენ ქირურგიულ ოპერაციებს ტკივილ გამაყუჩებლების გარეშე. მოდი განვიხილოთ ისტორიის ყველაზე შემზარავი ამბები. საფრანგეთის ქალაქ სენ-პოლ-ტრუა შატოს გოგონების ისტორია საშინელი მაგალითია იმისა, რამდენად სასტიკი ადამიანები არსებობდნენ ისტორიის განმავლობაში. სამი ქალი, რომლებიც ერთად იყვნენ დამარხულნი და 1990 წლებში აღმოაჩინეს, დაახლოებით 5500 წინ ცხოვრობდნენ და მათი აღმოჩენა სისხლიან რიტუალზე მიუთითებდა. მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ ეს ადგილი იყო სასტიკი მსხვერპლშეწირვის სცენა. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ქალი მოკლული იყო, ორნი დამარხულნი იყვნენ უცნაურ პოზაში, ერთმანეთზე მჭიდროდ მიჩხლეტილ, მძიმე ქვების ქვეშ. ალბათ იმისთვის, რომ ვერ დაძრულიყვნენ. მათი კიდურების მდებარეობა ადასტურებდა, რომ ისინი შეკრულნი იყვნენ. ბაწრები, რომელიც ფეხებსა და კისერს აერთებდა, რის გამოც დაიხჩნენ. მესამე ქალი ქვების ზემოთ იყო მოთავსებული სიმბოლური მიზნით. კიდევ უფრო მისტიკური იყო ის ფაქტი, რომ სამარხი ისე იყო აგებული, რომ ზუსტად ზაფხულის მზებუდობაზე მასზე მზის შუქი პირდაპირ ხვდებოდა. გერმანიაში, ჰერქსჰაიმში, აღმოჩენილია უძველესი მასობრივი საფლავი. ყველაზე დიდი ცნობილი მსგავსი ადგილი, რომელიც დაახლოებით ძველ წელთაღრიცხვით 5300-დან 4950 წლებში შეიქმნა. თუმცა ეს იყო დამპყრობელთა დასახლება და არა დაპყრობილი. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სულ მცირე 80 ორმო, რომლებშიც 1000-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იყო. ზოგი კვლევის მიხედვით შესაძლოა 1500-მდე. მათ შორის იყვნენ ჩვილები, მოზრდილები და მოხუცებიც. თუმცა ეს ადამიანები უბრალოდ არ მოუკლავთ. მათზე განსაკუთრებული რიტუალები ტარდებოდა. მათ ამოაჭრიდნენ ენებს, ამტვრევდნენ ძვლებს, ძვლის ტვინის ამოსაღებად, ზოგიერთს კი ხარშავდნენ ან ცეცხლზე წვავდნენ. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ჰერქსჰაიმის მკვიდრნი ქალის კულტის მიმდევრები იყვნენ. ისინი თავების ნაწილებს რიტუალებში იყენებდნენ და სავარაუდოდ მათ ჭამდნენ კიდეც. მიუხედავად სისასტიკისა, ჰერქსჰაიმი დიდი სამეფო არ ყოფილა. შეიძლება სულ 50 ადამიანი ცხოვრობდა იქ, მაგრამ ისინი ახორციელებდნენ მასშტაბურ ოპერაციებს, იტაცებდნენ მსხვერპლს, დაახლოებით 480 კილომეტრის დაშორებითაც კი. მათ შორის იყვნენ მონადირეები, მიწათმოქმედები, მთის და დაბლობის ხალხი, რაც მიუთითებს მათ საორგანიზაციო უნარებსა და ეფექტურობაზე. შემდეგ კი ისინი უცნაურად გაუჩინარდნენ. არსებობს მტკიცებულება, რომ ჰერქსჰაიმი 50 წლის განმავლობაში იქნა მიტოვებული. შესაძლოა სხვა ტომის შურისძიების გამო. მათი საბოლოო ბედი დღემდე უცნობია. ჰერქსჰაიმი ერთ-ერთია ყველაზე სისხლიან ადგილთა შორის, მაგრამ ერთადერთი არ ყოფილა. მრავალი უძველესი საზოგადოება მტრებს ამახინჯებდა, ცოცხლად მარხავდა და თავებს აგროვებდა. იარაღად იყენებდნენ ქვის ცულებს, შუბებს, მშვილდებსა და ჯოხებს, თუმცა ჯავშანი იშვიათად ჰქონდათ. ამ სასტიკ სამყაროში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 20 წელი იყო და თუ მამაკაცი ბრძოლის ასაკამდე მიაღწევდა, ეს უკვე მიღწევად ითვლებოდა. დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მტრული გარემო ჩილეს ატაკამას უდაბნოა. მიუხედავად უკიდურესი სიმშრალისა, იქ დაახლოებით 5500 წლის წინ ნეოლითის პერიოდის ადამიანი ცხოვრობდა. მისი ნეშტი აღმოაჩინეს ქვის ნაგებობაში, რომელიც ზღვის ნიჟარებზე იყო აშენებული. მეცნიერები მისი სიკვდილის მიზეზზე დაბნეულები იყვნენ. ის 35-დან 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. არანაირი ავადმყოფობისა თუ ტრაუმის კვალი არ ჰქონდა. ერთადერთი ვერსია იყო დახრჩობა. მაგრამ როგორ დაამტკიცებ ამას მხოლოდ ძვლებით, დიატომები, მიკროსკოპული წყალმცენარეები აღმოჩნდა მის ძვლებში. ეს ნიშნავს, რომ მან იმდენად ღრმად ჩაისუნთქა წყალი, რომ ფილტვები გაუსკდა და წყალმცენარეები მის ძვლებში და სისხლში მოხვდა. მისი ფეხები ინტენსიური მოძრაობისგან იყო დაზიანებული, ხოლო ხელები ცურვის, ნავზე ნიჩბოსნობისა და იარაღის სროლისგან გადაღლილი. მას მძიმე ართრიტიც ჰქონდა. ამას ემატებოდა რკინის დეფიციტი, რომელიც სავარაუდოდ ცუდად მომზადებული თევზის ჭამამ გამოიწვია. თუმცა ტრაგედია აქ არ დასრულებულა. მასთან ერთად კიდევ 3 ადამიანი იყო დამარხული: ქალი, ჩვილი და კიდევ ერთი მამაკაცი.
ისინი ყველა ერთდროულად გარდაიცვალნენ. ცუნამი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მათ ძვლებში დიატომები არ იპოვეს. ესე იგი, არ დახრჩობილან. მათი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი დღემდე უცნობია. არსებობს შემზარავი მტკიცებულება ნეანდერტალელთა კანიბალიზმის შესახებაც. ხორვატიაში, გრაფინაის გამოქვაბულში. იქ აღმოჩენილია 80-ზე მეტი ადამიანის, მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების ნაშთები, რომლებიც დაახლოებით 130,000 წლის წინანდელია. მათი ძვლები დამტვრეული, დაჭრილი და დამწვარია, რაც მიუთითებს, რომ მათ ცხოველებივით ჭრიდნენ და ამუშავებდნენ. ეს იყო რიტუალი თუ შიმშილი? აღმოჩენის ავტორი თვლიდა, რომ ნეანდერტალელები აშკარა კანიბალები იყვნენ და ერთმანეთში მშვიდობიანად არ ცხოვრობდნენ. ალბათ მეზობელი ტომები მათ ესხმოდნენ თავს რესურსების გამო, ხოლო გამარჯვებულები მოგლულებს იჭერდნენ. თუმცა არწივის ბრჭყალებით დამზადებული მძივი აჩვენებს, რომ ისინი უგუნურ ბარბაროსებად არ უნდა ჩაგვეთვალოს. შეიძლება ჭამა რიტუალურიც იყო, არა მხოლოდ შიმშილის გამო. თავების, ხელების და ფეხების ძვლებზე ერთნაირი კვალი იპოვეს, რაც მიუთითებს გამეორებად პრაქტიკაზე, რომელიც შეიძლება ათასობით წლის განმავლობაში ტარდებოდა, ან რწმენით, ან გადარჩენის მიზნით. რაც შეეხება პირველ ქირურგიულ ოპერაციას, ეს მოხდა საფრანგეთში. არქეოლოგებმა 38 ადამიანის ქალა იპოვეს, რომლებშიც ხვრელები იყო გაკეთებული. ეს არც დანაშაული იყო და არც ბრძოლის ველი. ეს ქირურგია იყო. ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო პროცედურა, ტრეპანაცია, გულისხმობდა ქალაში ხვრელის გაბრღვას, ალბათ მიგრენის, ეპილეფსიის ან ტვინის ტრავმის სამკურნალოდ. ეს კონკრეტული ადგილი ძველი წელთაღრიცხვით 6500 წლით თარიღდება და ერთ-ერთ უძველეს მაგალითად ითვლება. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ნეოლითის ხანაში ადამიანთა დაახლოებით 10% იყო ამ ტრამვით, რაც ნიშნავს, რომ ეს პროცედურა იშვიათი არ ყოფილა. ამ ადგილას ნაპოვნი ქალას 33% ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. მაღალი რიცხვიდან გამომდინარე შეიძლება იფიქრო, რომ გადარჩენის მაჩვენებელი მაღალი იქნებოდა, მაგრამ 70%-ზე მეტ შემთხვევაში ქალა არ შეხორცებულა, რაც ნიშნავს, რომ პაციენტების უმეტესობა ვერ გადარჩა. სიკვდილის ძირითადი მიზეზები იყო ინფექცია, სისხლის დაკარგვა და რა თქმა უნდა, ტვინში ზედმეტად ღრმა ჭრილის საფრთხე.